ვინ არის შუამავალი მუჰამმედი? მუჰამმედი 571 წელს დღევანდელი საუდის არაბეთის ქალაქ მექაში დაიბადა. მამა დაბადებამდე გარდაეცვალა. 6 წლის ასაკში დედის დაკარგვის შემდეგ მისი მფარველობა ჯერ ბაბუამ, შემდეგ კი ბიძამ იკისრა. მას სიცოცხლის განმავლობაში არანაირი განათლება არ მიუღია და წერა-კითხვის უცოდინარი იყო. ახალგაზრდობიდანვე საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც მართალი, პატიოსანი, დიდსულოვანი, გულწრფელი, ერთგული და სანდო ადამიანი, რის გამოც ხალხი მას მოიხსენებდა როგორც ალ-ამინ, ანუ სანდო. მუჰამმედი იმდენად სანდო იყო, რომ ოპონენტებსაც კი მასთან მოჰქონდათ თავიანთი ძვირფასი ნივთების შესანახად. მას ყოველთვის ჰქონდა შინაგანი პროტესტი იმ კერპებისა და წარმართული წეს-ჩვეულებების მიმართ, რომლებიც იმ დროისთვის არაბეთის ნახევარკუნძულზე იყო გავრცელებული. მუჰამმედმა ღმერთისგან 40 წლის ასაკში პირველი გამოცხადება მიიღო. პირველი ბრძანება იყო „იკითხე შენი გამჩენი ღმერთის სახელით“. გამოცხადებები 23 წელს გრძელდებოდა და ისინი ერთობლივად ცნობილია როგორც ყურანი. როგორც კი ჭეშმარიტების ქადაგება დაიწყო, მაშინვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებსაც მამაპაპისეული რჯულისა და წეს-ჩვეულებების მიტოვება უჭირდათ. მუჰამმედი ქადაგებდა, რომ ალლაჰის წინაშე ყველა ერთნაირია, კაციცა და ქალიც, ბატონიცა და ყმაც. ის ხელმძღვანელობდა სამყაროს შემოქმედის ბოლო გზავნილით, რომელმაც სულ რაღაც 2-10 წლეულში ომებით განადგურებულ არაბეთის ნახევარკუნძულზე და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობა დაამყარა. ეს იყო გზავნილი, რომელიც კრძალავდა ფეოდალიზმს და კორუფციას ნებისმიერი ლიდერის მხრიდან. გზავნილი, რომელიც ცნობილია როგორც ისლამი, რომელიც მხოლოდ ერთი ღმერთის ერთგულ თაყვანისცემასა და მორჩილებას ქადაგებს. მუჰამმედი და მისი მიმდევრების მცირერიცხოვანი ჯგუფი მექაში ყოველთვის დევნას და შევიწროებას განიცდიდნენ. დევნა იმდენად სასტიკი და გაუსაძლესი გახდა, რომ 622 წელს ღმერთმა მათ გადასახლებისკენ მოუწოდა. მუჰამმედის მიმდევრები მექას ჩრდილოეთით 620 მილის დაშორებით მდებარე ქალაქ მედინაში გადასახლდნენ. ეს გადასახლება შემდგომში საფუძვლად დაედო ახალ წერტაღრიცხვას, რომელსაც ჰიჯრას კალენდარი ეწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მუჰამმედმა და მისმა მიმდევრებმა მექაში დაბრუნება შეძლეს, სადაც საყოველთაო პატიება გამოაცხადეს და არავისზე უძიებიათ შური. მუჰამმედის სიცოცხლეში არაბეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი უკვე ისლამის მიმდევარი იყო, ხოლო მისი გარდაცვალებიდან 1 საუკუნის განმავლობაში ისლამი გავრცელდა დასავლეთით ესპანეთამდე და აღმოსავლეთით ჩინეთამდე. ისლამის სწრაფი გავრცელების მიზეზებს შორის ერთ-ერთი მისი დოქტრინის სიმართლე და სიცხადე იყო. შუამავალი მუჰამმედი იყო პატიოსანი, სამართლიანი, მოწყალე, თანამგრძნობი, მართალი და მამაცი ადამიანის შესანიშნავი მაგალითი. მას დადებითად ახასიათებდნენ ადამიანები, რომლებიც მისი მოძღვრების მტრებად იქცნენ. მაგალითად, აბუ ჯეჰილი, რომელიც ისლამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი იყო, ეუბნებოდა: „ო მუჰამმედ, მე არ ვამბობ, რომ შენ ხარ მატყუარა, მე მხოლოდ უარყოფ იმას, რასაც შენ ქადაგებ“. ზოგიერთი მისი თანამედროვე ასე აღწერდა მის ხასიათს: „ის არ იყო უხეში, ხმას საჯაროდ არასდროს იმაღლებდა და უხეში ენით არ საუბრობდა. სიმართლე ედო საფუძვლად, რასაც ის აკეთებდა, ლაპარაკობდა თუ ფიქრობდა. მეტყველებისას ის იყო საკმაოდ მშვიდი. დუმილი იყო მისი არჩევანი, როდესაც არაფერი იყო სათქმელი. ამავე დროს საუბრისას ბრძნული, გულწრფელი და ერთგული იყო. ის ბოროტებას ბოროტებითვე არ პასუხობდა, არამედ პატიებლობით გამოირჩეოდა. მას ხელი არასოდეს აღუმართავს ქალის ან მსახურის მიმართ. არ ბრაზდებოდა, როდესაც შეურაცხყოფდნენ და არ ცდილობდა შურის ძიებას. მხოლოდ მაშინ ბრაზდებოდა, როდესაც ხალხი ალლაჰის დადგენილ საზღვრებს გადააბიჯებდა. შუამავალი თუ კი ორი ერთმანეთის შემცვლელი საკითხის წინაშე აღმოჩნდებოდა, ის აუცილებლად ირჩევდა იმას, რომელიც უფრო ადვილი იყო, თუ კი ის ცოდვას არ შეიცავდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მისი მიმდევრებისთვის რთული არ ყოფილიყო რელიგიური წესების პრაქტიკაში გატარება. თუ კი რომელიმე მოქმედება შეიცავდა ცოდვას, ის მისგან ყველაზე შორს იდგა. სახლში ის იყო ჩვეულებრივი ინდივიდი. ალაგებდა სახლს, წმენდდა ტანსაცმელს, წველავდა ცხვარს და ემსახურებოდა ოჯახის წევრებს.
როგორც მისმა თანამედროვეებმა ნახეს და გადმოგვცეს, შუამავალი მუჰამმედი იყო ყველაზე ლამაზი გარეგნობის ადამიანი. საშუალოზე ოდნავ მაღალი, კანისფერით თეთრი, ოდნავ ვარდისფერი ელფერით, ცოტათი ფერმკთალიც, მაგრამ არა ზედმეტად. მისი თმა იყო შავი და ტალღოვანი. სიგრძით ყურის ბიბილოებსა და მხრებს შორის. ხანდახან თმებს ვარცხნილობით შუაზე გაიყოფდა ხოლმე. ზოგჯერ დაწნულსაც ატარებდა. შუამავალს ძლიერი კაცის აღნაგობა ჰქონდა, განიერი მხარბეჭით, რომელთა შორის შუამავლობის დამადასტურებელი ბეჭედი ესვა. ჰქონდა გრძელი, კუნთოვანი კიდურები. მისი გამხდარი მუცელი მკერდის პროფილს არასდროს ცდებოდა. სახე ყოველთვის უბწყინავდა. თითქოს მზე თან დაჰყვებოდა და მისი სახე მზის სინათლეს ირეკლავდა. ის სასიამოვნო გარეგნობისა და დიდებული გამომეტყველების იყო. როდესაც ადამიანები მას პირველად ნახულობდნენ, მის მიმართ ნდობის გრძნობა ეუფლებოდათ და რწმუნდებოდნენ, რომ ეს სახე მატყუარა არ იქნებოდა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მას.